პროტესტი 9 აპრილის სახელობის სკვერში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით გრძელდება. ამჯერად ხელისუფლებისგან პასუხს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზესტაფონის ორგანიზაციის წარმომადგენლები ითხოვენ, რომლებიც აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამენ. აგებული აქ ძირითადად აიგო 9 აპრილს დაღუპულთა და გია აფხაზის ხსოვნის საპატივცემულოდ. გარდა ამისა, მინდა იცოდეთ, რომ ამ სკვერის უკან არის კედელი, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყნის ისტორიას და ჩვენი ზესტაფონის სავიზიტო ბარათს. თქვენ წარმოიდგინეთ, ნამდვილად მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ამ შენობის აშენება აქ, რომელიც ეფარება თამარ მეფეს, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთეს, ვაჟას და იაკობ გოგებაშვილს. ასევე სავარაუდოდ და ეჭვი არსებობს და მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს იმას, რომ ამ შენობის უკან არის კერძო ინტერესები და შესაძლებელია სავარაუდოდ მომავალში გამოყენებული იქნას ეს ერთ-ერთი პარტიის თავყრილობისათვის. ამიტომ ჩვენ მთლიან პასუხისმგებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით ვაკისრებთ ქალაქის მერს ბატონ ვასილ გველესიანს და მოუწოდებთ მას, რომ სანამ ის 9 აპრილს მოვა აქ გვირგვინით ხელში, მანამდე მან დაუყოვნებლივ შექმნას კომისია ძირითადად კომისიაში უნდა შედიოდეს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები, მათ შორის შესაძლებელია პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც და ამ კომისიამ დადოს შესაბამისი დასკვნა, რამდენად მიზანშეწონილია ამ შენობის აშენება აქ. სრული განუკითხაობა და თავსგასრულობა აქვს ქვეყანაში და იგივე ხდება ჩვენს ქალაქში სამწუხაროდ. იმის ნაცვლად, რომ ამ ერთადერთი ისტორიული კედელი პანორამა გვაქვს ქალაქში, სადაც აღბეჭდილია როგორც ქალაქის სავიზიტო ჩანახატი, ასევე არგონავტები, ასევე ისტორიული ჩანახატები, სხვადასხვა მეფეები, კულტურის წარმომადგენლები. მე გულწრფელად ვამბობ, რომ როდესაც ეს შერაგული დავინახე, მეგონა რომ ხდებოდა რეაბილიტაცია, შეღებითი სამუშაოები, განათება, რომ ახალგაზრდობამ გაიცნოს არა მარტო ჩვენი ქალაქის, აქ არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის ისტორია, მცირე ჩანახატებით და მთელი ჩვენი კოლხეთის დაბლობის ჩანახატები და ამის ნაცვლად ვგებულობ, რომ თურმე რაღაც მშენებლობა მიმდინარეობს. არავინ მშენებლობის წინააღმდეგი არ არის და მით უმეტეს რაღაც სახელს არქმევენ ახალგაზრდული ჰაბი და ახალგაზრდობისთვის თუ რაიმე გაკეთდება მივესალმებით. აქ პრობლემა არის ლოკაცია. ეს არის მოგეხსენებათ 9 აპრილის სკვერი. ჯერ თუ მოხდა საერთოდ ამ სკვერის სტატუსის შეჩერება და თუ არ მოხდა და ისე მიმდინარეობს მშენებლობა, უკვე უკანონოა. ეხლა მაინტერესებს 9 აპრილს როგორ უნდა მოვიდნენ, რა სინდისით უნდა მოვიდნენ წმინდა მეფეების წინ შენობას აშენებენ. 9 აპრილის მემორიალი ამახინჯებული არის და ამაზე პასუხს არავინ არ ამბობს, არავინ საერთოდ არ ვინ გადაწყვიტა, ვისი ნებართვით გაიცა, რა ფულით კეთდება საზოგადოებას. მე მიმართავ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ამომრჩეველსაც 9 აპრილს ყველამ თავისი აზრი დააფიქსიროს უბრალოდ და გამოთქვან, თუ მიესალმებიან ამას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ახალგაზრდობისთვის, რომ მეკითხათ ლოკაციას ისინი სხვაგან შეარჩევდნენ. უამრავი ადგილია ქალაქში ამისათვის და შეიძლება და სხვა ადგილის შერჩევა. მით უმეტეს ცენტრალური ქუჩიდან გადმოსასვლელი ახალგაზრდებისთვის არც ისე უსაფრთხო იქნება ამ ხაბში და თუ მოხდება შესწავლა, გამოკითხვა მოსახლეობაზე დაკითხვა, რომ სად გაკეთდეს ეს, პირადად მეც და ნებისმიერი ზესტაფონელი შეთავაზებს დარწმუნებული ვარ სხვა ადგილს და ალბათ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს ამას უშუალოდ არც ერთ ზესტაფონელს არ მოსწონს ის რაც აქ კეთდება და იმის გამო სადაც კეთდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის მერმა უპასუხა. ნაციონალურმა მოძრაობამ ჯერ იმ ბრალდებებს გასცეს პასუხი, რომელსაც საზოგადოება მათ უყენებს და მერე ეძებონ შენობების უკან. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გაგიცხადოთ, რომ არავის ინტერესი ამ შენობის უკან არ დგას, რასაც თქვენ გულისხმობთ. ინტერესი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი, ჩვენ კარგახანია მუშაობთ, GIZ არის ასეთი გერმანიის საელჩოსთან არსებული განვითარების ორგანიზაცია, დავამუშავეთ პროექტი, ჰქონდა სხვადასხვა მოსინჯვები, ეს დროში გაიწელა და საბოლოო შეჯამება მოხდა გამომდინარე იქედან, რომ 9 აპრილის სკვერი არავინ არ აკნინებს და არავინ არ ამბობს, რომ იქ რამე ან უნდა გაუქმდეს, ან უნდა გადავიდეს და ან რამე მგვანი უნდა მოხდეს, პირიქით იმისთვის, რომ
ნუ ალბათ ახლა თქვენ ხშირად გიხდებათ ქალაქში მოძრაობა იმ ღონისძიებებსაც თითქმის ყოველთვის ესწრებით ხოლმე, რომელსაც ჩვენ 9 აპრილს მართავთ და ბოლო 10 წლეულის მანძილზე თუ გაგახსენდებათ, რომ გარდა იმ დღისა, რაც ამ ღონისძიების თანამონაწილე 30-40 ადამიანი გადავდივართ და ყვავილებით შევამკობ, თქვათ, იქ მოსეირნე ან დამსვენებელი მე არ მინახავს და არ ამგონია რომ ან თქვენ გენახათ. სწორედ ამ მიზნით, რომ ახალი სიცოცხლე შეიძინოს 9 აპრილის სკვერმა ზესტაფონში, იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, მათ შორის შემოთავაზება იყო თვითონ GIZ-ის წარმომადგენლებისგან, რომ ეს ცენტრალურ ადგილას ყოფილიყო და ესეთნაირად განთავსებულიყო და არაფერი ჩვენ ამაში ცუდი არ დაგვინახია. მოკლედ, ნაწილობრივი დაფინანსება არის მერიის, ძირითადი დამფინანსებელი არის GIZ და მინდა ყველა ზესტაფონელს უთხრა, რომ კეთდება მართლაც ძალიან კარგი საშვილიშვილო საქმე, რომელიც მომავალშიაც წაადგება ზესტაფონელ ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ გავმეორდები, ახალ სიცოცხლეს შეძენს 9 აპრილის სკვერს და იქ იქნება მოძრაობა, იქ იქნება ახალგაზრდობა და იქ იქნება მართლაც ისეთი ასე ვთქვათ საშუალებები, რომ ახალგაზრდები მუდმივად Wi-Fi-ა, იქ სკამეიკები, დასაჯდომები განვაახლებთ აუცილებლად გამწვანებას და მოკლედ ეს ყველაფერი კომპლექსში იქნება ისეთი როგორიც უნდა იყოს, როგორიც ეკადრება ზესტაფონს და კიდევ ერთხელ მეორდები, რომ შერცხვევათ თვითონ მაგ ბრალდებების სამომყენებლებს და შენობების უკან თავისთავი ელანდებათ, აი ეს ხმამაღლა შემიძლია გითხრათ. შეგახსენებთ, 9 აპრილის სახელობის სკვერში სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. პროექტის მიხედვით სკვერის ერთ ნაწილში ახალგაზრდული ჰაბი შენდება. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პარალელურად მოხდება 9 აპრილის სკვერის განახლებაც. აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც სოფლის ნობათის რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტზე ეხმაურება, რომ სოფლის ნობათის რძის ნიმუშებში აფლატოქსინები გამოვლინდა. როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, აფლატოქსინების მიღება მხოლოდ ხანგრძლივი დროით მოხმარების შემთხვევაში იწვევს მძიმე დაავადებას. ის აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში აფლატოქსინების სხვადასხვა ნორმატივებია. საქართველოს კი ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია. წესებული ნორმა, ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის. ქართული ნორმა არის ევროპული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის. გადააჭარბა მას, თუმცა ამას არ გადაუჭარბებია მაგალითად ამერიკაში და იაპონიაში დაწესებული ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციისთვის. ანუ პროდუქტი რა თქმა უნდა ამოიღოს და გაინადგუროს, იმიტომ რომ ქართულ ნორმას არ შეესაბამება, მაგრამ რეალურად ბევრ განვითარებულ ქვეყანაში დაწესებული ნორმა უფრო მეტია ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის. აქედან გამომდინარე რეალური არავითარი საფრთხე არ არსებობს. ტოქსინი იმიტომ ქვია, რომ შხამია, მაგრამ მისი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია ბევრად უნდა აჭარბებდეს, თქვა, დასაშვებს და ეს უნდა ხდებოდეს ძალიან ხანგრძლივად, რომ მან რაიმე ეფექტი მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობა. პირველი საჯარო სკოლის მე-10 კლასელების სცენებით ოპერიდან დაისი. მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა მუსიკაში პროექტის დასკვნითი ნაწილის ფარგლებში ჩატარდა. მისი თემა ეროვნული იდენტურობისა და ეროვნული მუსიკალური აზროვნების საკითხები იყო ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში. მოსწავლეებმა პერსონაჟების საინტერესო ვერსიები წარმოადგინეს და ბევრი დადებითი ემოცია გასცეს. მაყურებელთა აუდიტორიის მისამართით. განწყობას კიდევ უფრო ქმნიდა შესაბამისი დეკორაციები. მონაწილეების მაღალი ჩართულობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით განხორციელებული პროექტის შესახებ მისი ხელმძღვანელი თეა მიქაბერიძე, მოსწავლეები და მშობლები გვყვებიან. აღსანიშნავია, რომ პროექტის ქორეოგრაფიაზე ირაკლი ბააკაშვილმა იმუშავა. აქედან არსადარ წავალ. სანამ მაგორი შეხვედრას შურიდან მაინც არ არც მე არ ვაპირებ, არც წასვლა.
ფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ წარმატებით ჩაიარა. დავიწყეთ მუშაობა პროექტზე ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხების ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში. მუშაობის პროცესი იყო მეტად საინტერესო. აღმოვაჩინე სხვადასხვა სახის დაინტერესება ბავშვებში აი ამ სპექტაკლზე მუშაობის დროს და იმედია მომავალში უფრო ბევრ საინტერესო პროექტებს დავგეგმავთ. რა მოხდა? გასავიდე. თავისუფლად. ვინ არის? ასის თავი კი არის. რასამბრო? პირველ რიგში ძალიან შრომატევადი საქმე იყო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვიშრომეთ. არც მთელი გულით მეცადე, რომ შემესრულებინა ჩემი მოვალეობა და არ ვიცი, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ აი საკმარისად კარგი გამოვიდა. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო და თითქოს ახალი ემოციების მომტანი იყო ჩვენს ცხოვრებაში და მე განსაკუთრებით სკოლაში, რომ ეს ახალია და მინდა რომ ყველაფერი საუკეთესოდ იყოს. დღეს რაც მოხდა, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იყო და რასაც ვცდილობთ ამდენი ხანი რა შრომაც დავტიეთ ამ ყველაფერში, შედგა და საბოლოოდ კარგი გამოვიდა. და ვუსურვებთ, რომ ახალ თაობებმაც, ჩვენზე უმცროსმა თაობებმაც მიიღონ ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე ყველასთვის დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ გაგვეცოცხლებინა ზაქარია ფალიაშვილის დაისი. ის ყველა ის ემოცია, რაც კი მასში ცოცხლობს, გვინდოდა რომ მაყურებლობ და ყველანაირად საინტერესო და გასაგებად გადმოგვეცა. უხურმესი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენი სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის და ასევე თეამასწავლებელს ასეთი არაჩვეულებრივი პროექტის შემოთავაზებისთვის და განხორციელებისთვის. დიდი ხანია ვშაობ და ვცდილობთ, რომ ის ყველაფერი გადმოწეთ, რაც ამ ნაწარმოებში იყო გადმოცემული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მოვიტანეთ თქვენამდე. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს დამრიგებელს, რომელმაც გაწია შრომა ამ ნაწარმოების თქვენიდან მოტანამდე და რა ვიცი, მადლობა ყველას. დღე ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო, ემოციები ბავშვებმა თავიანთი შესრულებით მოიტანეს თითოეულ მაყურებელთან. სულში ჩამწვდომი იყო თითოეული სიტყვა და შესრულებული, ასე ვთქვათ, მუსიკალური ბგერა. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში პროექტული სწავლება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას და დღეს ნომერ 1 საჯარო სკოლაში ძალიან კარგად გაართვა პედაგოგმა თეა მიქაბერიძემ თავი ამ პროექტს და ასევე მოსწავლეებმა ძალიან შეუწყოს ხელი და წარმატებული დღე ქონდა, წარმატებული პროექტი წარადგინეს. ვილოცავ ნომერ 1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს პროექტული სწავლების მნიშვნელოვანი ეტაპი გადადეს, ასე ვთქვათ, და დაასრულეს მე-10 კლასის პროექტი ამ შესანიშნავი სპექტაკლით. მესამე წელია მიმდინარეობს მე-11 კლასში პროექტის სწავლება მუსიკაში და ხელოვნებაში. დღეს მე-10 კლასის მოსწავლეებმა ქალბატონ თეა მიქაბერიძესთან ერთად განახორციელეს პროექტი მუსიკაში. ძალიან ამაღელვებელი იყო დღევანდელი დღე ჩემთვის, ემოციურად ძალიან დატვირთული, ბედნიერი ვარ და მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ თეას და ჩვენ არაჩვეულებრივ მოსწავლეებს, მშობლებთან ერთად. მადლობა იმ გვერდით დგომისთვის, რომელსაც ყოველთვის იჩენენ ჩვენი სკოლის მიმართ. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღის. უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ნონას
ქალბატონ თია მასწავლებელს ძალიან კარგად გაართვეს ბავშვებმა თავი. აი უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან დიდი შრომა ჩადეს ბავშვებმა, მასწავლებლებმა და საქართველოს უსურვებ გონიერი და ჯანსაღი ადამიანების სიმრავლეს. ფიფამ მსოფლიოს ახალი საფეხბურთო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სომხეთთან ორმაგი გამარჯვებისთვის რამდენიმე ქულა დაემატა. ახალი რეიტინგის მიხედვით ვილის სანიოლის გაწვრთნილ გუნდს კავკასიური დერბის მოგებისთვის ჯამში 10.84 მიასედი ქულა დაემატა, თუმცა ჩვენი პოზიცია მაინც არ შეცვლილა. საქართველოს კვლავ მსოფლიოს 62-მერვე ნაკრებია. შეგახსენებთ, რომ ცვლილებები შეეხო ესპანეთის, თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს, რომლებთანაც თამაში მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგვიწევს. ესპანელები ერთი საფეხურით დაწინაურდნენ და ახლა მეორე ადგილზე არიან. თურქეთი ახალი რეიტინგით 27 ნაკრებია, ბულგარეთი კი 95 პოზიციას იკავებს.